იცით ეს ჩოხიანი მამაკაცი ვინ არის? ის ალექსანდრე დიუმა. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მწერალი და თითქმის ყველა წიგნის მოყვარული ადამიანის კუმირი. იცით ეს ფოტო სადაა გადაღებული? თბილისში 1858 წელს, როდესაც ის საქართველოში მოგზაურობდა. მწერალმა ჩვენს ქვეყანაში თითქმის 3 თვე დაჰყვა და ბრწყინვალე მოგონებების დაწერა. დიუმა თავის მკითხველს საქართველოს ევროპისგან შორეულ და ეგზოტიკურ ქვეყანად აღუწერდა. განსხვავებული, ორიგინალური კულტურითა და ულამაზესი მაცხოვრებლებით. მე გიორგი კეკელიძე ვარ, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი და ვაპირებ ალექსანდრე დიუმას ნაკვალევს გავუყურე. ნაკვალევს, რომელიც დიდმა მწერალმა თითქმის 160 წლის წინ გაავლო კავკასიაში და მათ შორის საქართველოში და რომელიც სავსეა დიდი შთაბეჭდილებებით და მოგონებებით. ჩვენ შევეცდებით გავაცოცხლოთ ეს ემოციები ერთი მხრივ და მეორე მხრივ დაგანახოთ თუ როგორი არის ურთიერთობა დღეს საქართველოსა და ევროპას შორის და ამავდროულად გავიხსენოთ თუ როგორი იყო ეს ყველაფერი მაშინ ალექსანდრე დიუმას დროს. ქართველებს საქართველოს გარდა ვერსად შეხვდებით. ისინი იმდენად საუცხოო, კეთილშობილი, პატიოსანი, მამაცი, გულუხვი და შემართებული ერია, რომ მას სპეციალური გამოკვლევა უნდა მიეძღვნას. თუმცა ქართველები საშინელი მფლანგველები არიან. ამის საბუთი მათზე დაწერია. თითქმის ყველა მათგანი გაღატაკებულია. აი დიუმას თვალით დანახული ქართველი. დიუმა საქართველოში კახეთიდან შემოვიდა. მისი პირველი ემოციაც ამ რეგიონს უკავშირდება. კახეთი. ეს ბაღნარი კავკასიისა. ეს ვენახი საქართველოს. აქ მოხავთ ღვინო, რომელიც მეტოქეობას თავისუფლად გაუწევს ფრანგულ ღვინოებს. მოსახლეობამ მისი დაყენება და მეტადრე შენახვა რომ იწოდეს. აქ ღვინოს თხის ან კამეჩის ტყავებში ასხამენ, რაც დროთა განმავლობაში ერთგვარ გემოს აძლევს და დიდად ფასდება მცოდნეთა მიერ, მაგრამ მე იგი არასასიამოვნოდ მეჩვენება. ზოგი ღვინოს მიწაში ჩაფლულ ვეებერთელა ქვევრებში ინახავს. აქ გვიამბეს, რომ თურმე ერთი რუსი დრაგუნის ფეხქვეშ მიწა ჩაწვა და იგი ღვინით სავსე ქვევში ჩავარდა და დაიხრჯო, როგორც კლარენციუსი მალვაზიის კასრში. როგორც ხედავთ, ალექსანდრე დიუმას ქართულ ღვინოსთან საკუთარი დამოკიდებულება ჰქონიათ. ზოგადად ცხადია იმ დროისთვის საქართველოზე, ქართულ ვენახებზე და ღვინოზე ევროპელებს ბევრი არაფერი სმენოდათ. თუმცა დღეს სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი. კახეთში უამრავი ევროპელი მეღვინე აწარმოებს ღვინოს, მათ შორის აქ, ამ შესანიშნავ შატოში, რომლის მასპინძელსაც, ბურქარდ შუხმანსაც მე ახლა გაგაცხობთ. გამარჯობა. დიდი მადლობა მიღებისთვის. ხედავთ, რომ შესანიშნავი ადგილი აქვს მოწყობილი, რატომ გადაწყვიტეთ ინვესტიციის ჩადება ამ მიმართულებით და თან საქართველოში. თავდაპირველად თავში მქონდა იდეა. მინდოდა მეღვინეობით დავკავებულიყავი. თუმცა არ ვიცოდი ეს სად უნდა გამეკეთებინა და სრულიად შემთხვევით ჩამოვედი საქართველოში. ამის შემდეგ აქ ბევრი ახალი რამ გავიგე და აღმოაჩინა. მივხვდი, რომ არ არსებობს ქვეყანა ასეთი ხანგრძლივი ღვინის ისტორიით, ამდენი გამოცდილებით, სადაც ასე კარგად და მარტივად არის შესაძლებელი ინვესტირება. ჩემთვის საქართველო მეორე სამშობლოდ იქცა. აქ ჩემი საკუთარი სახლიც ავაშენა, რადგან მინდოდა მქონოდა ორი მშობლიური ქალაქი. თქვენ როგორ უყურებთ საქართველოსა და ევროპის მომავალს და ცხადია აწმყოსაც?
ვფიქრობ, საქართველო უკვე ადგას სწორ გზას. და ეს იწყება ასოცირების შეთანხმებით. ასევე ახლა მოსალოდნელი ვიზა ლიბერალიზაციით. საქართველოს სჭირდება ევროპა. მაგრამ ევროპისთვისაც საქართველო ძალიან საინტერესო ადგილია. აქ ძალიან ბევრი ისტორიაა. ღვინის სფეროშიც. ღვინო ხომ სათავეს აკიღებს. უძველეს ღვინოს ხომ აქ 8000 წლის წინ აკეთებდნენ. ქართული ღვინო დღეს მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში იყიდება. 2015 წელს ევროპაში თითქმის 3 მილიონი ბოთლი გაიყიდა და რაც მთავარია, ეს ტენდენცია მზარდია. ამიტომაც ახლა საქართველოში ქართველები და უცხოელები ეჯიბრებიან ერთმანეთს და საუკეთესო ღვინოს ამზადებენ. ევროპული ბაზარი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესია და ხარისხიანი პროდუქციით იქ დამკვიდრება ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესია. თავდასხმებს და გაუთავებელ ომებს უკავშირებს დიუმა საქართველოში არსებულ უამრავ ციხესიმაგრეს. ისევე როგორც ნორმანდიაში ყველა ძველ ციხეს ეშმაკი რობერტის სახელი ქვია, საქართველოშიც ყველა ძველ ციხეს თამარის სახელს მიაწერენ. აღსანიშნავია, რომ ყველა ეს ძეგლი ულამაზეს ადგილებში აგებული და საუცხოო სანახაობას ქმნის. დედოფლის წყაროში ჩამოსული მწერალი თამარის ციხის სანახავად წავიდა. დიუმას მთელი მოგზაურობისას თან ახლდა მხატვარი ჟან-პიერ მუანე, რომელიც ყველა ღირსშესანიშნავი მოვლენის ილუსტრაციას ახდენდა. ეს თქვენ გახსოვთ? ეს ციხე. ალექსანდრე დიუმამ რო გაიარა. არჩო, დიუმას გზა. თამარის ციხე. აი ეს ციხე, აი ეს. კი, თამარის ციხე ჩვენ. ესე წარდანდები. პირდაპირ გზა ადის მე. პირდაპირ წახოთ მე ზეიჭა. აი ესე უნდა სულ დღეზე ჩავდე. ასაგები, დიდი მადლობა. ცხენებზე შევსხედით და 20 წუთში გავლიეთ 4 თუ 5 ვერსი, რომლებიც სამეფო ნანგრევებს გვაშორებდა. უეცრად, ერთი მთის მოსახვევში ჩვენს თვალწინ შემოიხაზა დიდებული შესახედაობის ციხე. იგი განმარტოვებული მთის წვერზე იდგა და ალაზნის ველს გადაჰყურებდა. მის უკან ჰორიზონტზე გადაჭიმულიყო კავკასიონის თვალწარმტაცი ჯაჭვი, რომლის გასვრივაც წინადღით ვიარეთ. კახეთიდან დიუმა მხლებლებთან ერთად საქართველოს დედაქალაქ თბილისისაკენ გაეშურა. მე სანამ დიუმას კვალს თბილისისკენ გავყვები, ჯერ ლაგოდეხში ახალგაზრდულ ცენტრში რამდენიმე წიგნი უნდა მივიტანო და ჩემს მკითხველებსაც შევხვდე. დიუმამ ქართველებს თავის მოგონებებში ძალიან საინტერესო ხალხად დააწერს, თუმცა სამწუხაროდ არსად შემხვედრია მას ქართველებისადმი სწავლისა და შრომის სიყვარული შეეკოს. ევროპა პირველ რიგში არის წიგნიერი კულტურის დომინაცია და ეს ბუნებრივია დადასტურებული არის ძალიან მარტივი მოცემულობებით ღრმად მწამს, რომ სწორედ განათლებაზე გადის ჩვენი ქვეყნის მომავალი. კახეთიდან წამოსულმა დიუმამ ღამეს სართიჭალაში გაათენა. გზა ძალიან ცუდი იყო და ქალაქამდე მისვლას დიდი დრო მოანდომეს.
ჩვენმა მეეტლემ ერთი მთისწვერიდან დაგვანახა მოლურჯო ორთქლი, რომელშიც ძლივს გავარჩიეთ რამდენიმე პატარა თეთრი წერტილი და გვითხრა: აი, თბილისიც. ისე გამიკვირდა თითქოს ვინმეს ეთქვას: აი სატურნი, აი მერკურიო. არაფერი გვეუბნებოდა იმას, რომ დედაქალაქს უახლოვდებოდით. არც ერთი სახლი, არც ერთი დამუშავებული ტერიტორია. გარშემო უდაბნოსავით გადამწვარი მიწა. პირველად თვალში მოხვდა ორი უხეირო შენობა, რომლებიც ალბათ ყაზარმებს წარმოადგენდა. სევდიანად თავი გავაქნიეთ. ნუ თუ ესაა თბილისი. ეს ქართული სამოთხე, რომელსაც ამდენ ხანს ველოდით, მხოლოდ ოცნებებში დარჩა, ამოვიოხრეთ უნებურად. მაგრამ აი უეცრად სიხარულისაგან შევყვირეთ. გზის გადაღმა უფსკრული სიღრმეში ბობოქროვდა მტკვარი. მთის ფერდობზე კი იარუსებად გაშლილი იყო და მდინარის ნაპირებამდე ეშვებოდა ქალაქი დაძიოკებული ჩიტების გუნდის მსგავსი სახლებით, რომლებიც თითქოს და ისე დამსხდარ იყვნენ აქა-იქ, როგორც მოხვედროდათ. ყოველ ნაბიჯზე აღტაცებული შეძახილები ისმოდა: აგერ ხიდი, ციხე, იქით იყურეთ. უფრო იქით, უფრო შორს. საუცხოო სანახაობა იშლებოდა. ჩვენი მეეტლეები მთელი ძალით მეხივით მოგრიალებდნენ მეეტლეთა ყვირილში: ხაბარდა. საწავიყვანო ეს ბატონები, იკითხა მეეტლემ. ბარონ ფინოსთან, საფრანგეთის კონსულთან, უპასუხე მე. რა აზრის ხართ ქართველებზე? კითხე ბარონ ფინოს. არავითარი ნაკლი არ გააჩნიათ, მხოლოდ ღირსებით არიან დაჯილდოებულნი, მიპასუხა მან. ხედავთ როგორ ხოტბას ასხამს ქართველებს ფრანგი, რომელსაც ყველა ადამიანივით სხვისი გაქრდვა უყვარს, ყველაზე უფრო კი თავი მოსწონს. ერთი სიმამაცით განთქმული რუსი შერემეტიევი მეუბნებოდა: ქართველები უნდა ნახოთ ომში, როცა მათ ესმით თავიანთი წყეულის ურნისხმა. ამ დროს ისინი ნამდვილ ტიტანებს მოგვაგონებენ და მზად არიან ცაზე მიიტანონ იერიში. ახლა სუფრაზე უნდა ნახოთ ქართველები. მეუბნებოდა ერთი პატივსაცემი გერმანელი, რომელიც სიამაყით იგონებდა, როგორ დალია ჰაიდელბერგის ლუდხანაში 12 ტოლჩალუდი შუა დღისას. მათ შეუძლიათ შესვან 15-20 ბოთლი ღვინო, ისე თითქოს არაფერი. ფინოც მართალს ამბობდა, რუსიც და გერმანელიც. როდესაც ალექსანდრე დიუმა თბილისს ესტუმრა, საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო. მოქალაქეების რაოდენობა 60,000-ს აჭარბებდა. თბილისში საკმაოდ ბევრი უცხოელი ცხოვრობდა. ევროპა საქართველოსთვის უფრო მეტად მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან საბჭოთა პერიოდში ჩაიკეტა და ეს კულტურა და ცივილიზაცია ჩვენთვის უფრო უცხო გახდა. თუმცა 1991 წლიდან ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი სახელმწიფოა და თითქმის ყველა ევროპული ქვეყნის საელჩოა გახსნილი. 1992 წლიდან საქართველო ცდილობს ევროპულ ცივილიზაციასთან დაახლოებას და ევროპაც მოდის ჩვენსკენ. ხშირად ვამენ ხოლმე კითხვას, რა არის ევროპა? რითი შეიძლება ის ჩვენთვის საინტერესო და მომხიბვლელი იყოს? ევროპა პირველ რიგში არის შესანიშნავი ჯანდაცვა, ქვეყნის უსაფრთხოება, ახალგაზრდების საინტერესო განათლება. შესაბამისად, ევროკავშირის 28 ქვეყანა ამ ღირებულებების ირგვლივ არის გაერთიანებული ადამიანების უფლებების და თავისუფლების. ჩვენც სწორედ აქეთკენ მივისწრაფოთ. იმისათვის, რომ ჩვენ მაღალი ცხოვრების დონეს მიუახლოვდეთ, 1992 წლიდან დღემდე ევროკავშირმა 1,6 მილიარდის დახმარება გაიღო. ეს თანხა თითქმის ყველა სფეროზე გადანაწილდა. მათ შორის სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, 2008 წლის რუსეთის აგრესიის შედეგად არსებული კრიზისის დასაძლევად, ენერგეტიკული თუ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებისთვის. ახლაც 2015 წლის ივნისში თბილისის წყალდიდობით დაზარალებული მოსახლეობისთვის და განადგურებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად ევროკავშირმა 3 მილიონ ევროზე მეტი გამოყო. ევროპა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს უსაფრთხო საკვებ პროდუქტებს. ყველა ვალდებულია აწარმოოს მაღალი ხარისხის პროდუქტი და დაიცვას ადამიანების ჯანმრთელობა. ჩვენც ნაბიჯ-ნაბიჯ აქეთ მივიწევთ. საქართველომ ევროკავშირის წინაშე სასურსათო უსაფრთხოების ვალდებულება აიღო. ჩვენ ახლა ქალბატონ ლია თოდუას ვესტუმრებით. სწორედ მისი ორგანიზაცია აკვირდება, როგორ მიმდინარეობს ამ ვალდებულების შესრულება. ყველაზე დიდ პრიორიტეტად მიგვაჩნია ის, რომ უვნებელი იყოს პროდუქცია და პირველ რიგში უვნებელი იყოს სურსათი.
ამაზე მუშაობთ უკვე 2008 წლიდან ჩვენ სპეციალურ ვებგვერდით შევქმნით მომხმარებელი ჯი და პირველ რიგში, რასაც ვცდილობთ, ეს არის მოსახლეობის, მომხმარებლების ცნობიერების ამაღლება, რომ თვითონ მიხვდნენ რა სიტუაცია და რა არის მათი როლი და მეორე სახელმწიფოს ლობირება, იძულება, ასე ვთქვათ, და მონიტორინგი, რომ მეტი ყურადღება მიაქციოს ამ მიმართულებას. როგორ რა ბერკეტებით უნდა უზრუნველყოს ეს სახელმწიფო? სახელმწიფოს აქ ძალიან კონკრეტული გეგმა ასოცირების შეთანხმებაში ფაქტურად გაწერილია 8 წლიანი გეგმა იმის თაობაზე, როდის რა რეგულაცია უნდა იქნას გამოტანილი საქართველოს კანონმდებლობაში. სხვათა შორის დიუმა არა მხოლოდ ცნობილი მწერალი, არამედ საუკეთესო მზარეული და გურმანიც იყო. ჩვენ ვერ გეტყვით ევროპულთან შედარებით მაშინ როგორი ხარისხის საკვები იყო საქართველოში. თუმცა ფრანკ სტომარს ამ მხრივ როგორც ჩანს თავი დიდად ვერ მოაწონეს ქართველებმა. ის ადგილობრივი სამზარეულოს გემოს განსაკუთრებულად ხაზს არსად უსვამს. თუმცა მან თბილისური ნადიმის შესანიშნავი აღწერა დაგვიტოვა. მწერალი ჟურნალ სისკარში ივანე კერესელიძემ მიიწვია. სუფრას 12-მდე კაცი შემოუსხდა. იატაკზე დაფენილი იყო დიდი ხალიჩა, ზედგაშლილი სუფრით. სუფრა ჩვენთვის, ვინც ფუფუნებას ვიყავით შეჩვეული, გაწყობილი იყო თეფშებით, დანაჩანგლითა და კოვზებით. ადგილობრივ სტუმრებს კი ძველი პატრიარქალური წესით ხელით უნდა ეჭამათ. მუსიკოსი და პოეტი სუფრის ბოლოში დასხდნენ. ქართული სიმღერა წარმოადგენს უბრალო გრძელ და სევდიან მოდულირებას, მაგრამ მათ შეიძლება საათების განმავლობაში უსმინო და არ მოგწყინდეს. ეს ხანგები ნანას გიმღერიან, მაგრამ როდის გაძინებენ, მხოლოდ ოცნებაში ხვევენ. ამის შემდეგ დიუმა ქართულ სუფრას აღწერს, რომელიც გვიან ღამით მწერლისადმი საპატიო სიგელის გადაცემით დაგვირგვინდა. ბატონი ალექსანდრე დიუმა ეწვია ჩვენს უბადრუგ რედაქციას, სადაც მისთვის გამართულ სადილზე ქართველებზე მეტი ღვინო დალია. 1858 წლის 28 ნოემბერი. ჟურნალის რედაქტორი ივანე კერესელიძე. თუმცა მიმაჩნია, რომ ქართველებმა ეს ცნობა მხოლოდ იმიტომ მომცეს, რომ უნაკლო და ძალიან შემწყნარებელი ხალხი არიან. როგორ ფიქრობ, სად წავიდოდა ნაბახუსებზე დიუმა? თქვენ ზუსტად გამოიცანო. რა თქმა უნდა, გოგირდის აბანოში. ასეთი სასიამოვნო გრძნობა ჯერაც არ განმიცდია. როგორ მოხდა, რომ პარიზში ამ გრძნობიერ სიტყვებათა ქალაქში ჯერ არავინ შემოიღო სპარსული აბანო? ნუ თუ ვერც ერთმა სპეკულიანტმა ვერ გამოიწერა თბილისიდან 2 მექისი. თან ფილანთროპიულ მიზანს განახორციელებდა და რაც უეჭველია, აურაცხელ სიმდიდრეს დააგროვებდა. იმ თვენახევრის განმავლობაში, რაც მე თბილისში ვიყავი, ყოველ მეორე დღეს სპარსულ აბანოში დავდიოდი. თბილისში სტუმრობისას დიუმა დედაქალაქის სიძვირეს, ცუდ გზებსა და გაუნათებელ ქუჩებს ძალიან შეუწუხებია. თუმცა გზები როგორც ჩანს, არა თუ თბილისში, მთელ საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობდა. ცნობილი ფრანკი სტუმარი საქართველოს დედაქალაქიდან 11 იანვარს გაემგზავრა, იმ იმედით, რომ 10 დღეში 21 იანვარს ფოთში იქნებოდა. მწერალი ამბობს, რომ ამ მანძილს საფრანგეთში 2 დღეში დაფარავდნენ. თუმცა აქ ასე არ მოხდა. უხეირო გზების გამო მეორე დღეს შუადღისას მხოლოდ გორამდე მიაღწიეს. სამწუხაროდ უქმე დღე იყო და ბაზარი დაკეტილი დახვდა. კავკასიის ქალაქებში, სადაც არ არის ძეგლები გარდა ბერძნული ეკლესიებისა, რომლებიც თითქმის ყველგან ერთნაირია, ეკუთვნის იგი ძველსა თუ თანამედროვე არქიტექტურას. და თუ ბაზარის დახურულია სანახავი, აღარაფერია გარდა უხეირო ხუხულებისა, რომელთაც მოსახლეობა სახლებს ეძახის. მაგრამ მე გორის მიმართ სამართლიანი არ ვიქნები თუ ვიტყვი, იქ არაფერია მეთქი. ვიწრო ქუჩაბანდებს თვალი რომ გავაყოლე და ვინახე მე-13-მე-14 საუკუნის ციხესიმაგრის ნანგრევები, რომელიც საუცხოო მომეჩვენა. ის აღიმართება კლდის წვერზე და იქიდან, საიდანაც მე ვუყურებდი, გაუგებარი იყო, როგორ ააშენეს იმ ადგილზე ციხე. უფრო საფიქრებელი იყო, რომ თვითონ ღმერთმა ჩამოუშვა იგი ციდან და შვეულად დადგა კლდეზე სიტყვებით: „აი, ღვთაებრივი სამართალი“.
დღეს გორი უხეირო და უგემოვნო შენობების გროვა კი არა, შესანიშნავი ქალაქია. არანაკლებ მშვენიერი და შესანიშნავი, ვიდრე აი ეს ციხე, რომელიც დიუმას დროიდან ძველებურად გადმოხურებს ქალაქს, რომელიც დღეს შეიძლება სამწუხაროდ მხოლოდ ამ ციხეს არ გვახსენებდეს, არამედ 2008 წლის რუსულ აგრესიას, რომელმაც 25000 დევნილი გააჩინა. ეს დევნილები დღეს აი აქ ირგვლივ ცხოვრობენ და ცხოვრობენ იმედით, რომ ოდესმე დადგება დრო, როდესაც ჩვენ გორზე ისევ გორის ციხეს გავიხსენებთ და არა იმ ბნელ პერიოდს, რომელიც ყველამ ერთად გამოვიარეთ. ევროკავშირმა ომის შედეგების აღმოსაფხრელად საქართველოს 500 მილიონ ევროზე მეტი გამოუყო. ამ სახსრებით დევნილებისათვის აშენდა საცხოვრებელი სახლები, ინფრასტრუქტურა, ეხმარებიან მცირე ბიზნესის დაწყებაში. რუსეთის ფაქტორი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ შევძლებდით უფრო ადვილად თანაცხოვრებას. ჩვენ დავოსები. ჩვენ დავოსები ეხლაც კარგად ვართ ერთმანეთს. იცით? ჩვენ ერთმანეთს უკავშირდებით. განსაკუთრებით ცოტა უფროსი თაობა და ახალგაზრდებს ჩვენ და იმას ხო უჭირთ თავისთავად კონტაქტი და კომუნიკაცია ერთმანეთთან ნაკლებად აქვს და ჩემი თაობის ადამიანებს ჩვენ ხო პირადად ერთმანეთში არ გვიჩხუბია. და მესამე ძალა თუ არა, ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი, ჩვენც და ოსებსაც. ისეთივე რთული პირობებით ცხოვრობენ ისინი და გაუსაძლისი როგორც ჩვენ რა. ალბათ ყველაზე კარგი ინსტრუმენტი, შეიძლება ცოტა პათეტიკურად ჟღერდეს ეს ამბავი, მაგრამ დაბრუნების ალბათ შეიძლება ეს სიყვარული იყოს. ადრე თუ გვია. სიყვარული ყველაზე ძლიერია, მძლეთამძლია, ყველაფერს შეძლებს სიყვარული. გითხარით კიდევ ერთ სადღეგრძელო მაშინ. მე მინდა რომ ოსებს და ქართველებსაც გვიყვარდეს ერთმანეთი, აფხაზებს და ქართველებს გვიყვარდეს ერთმანეთი, გვიყვარდეს, იმიტომ რომ ჩვენ ისტორიულად მონათესავე ერი ვართ. ჩემი ქალიშვილი ცხოვრობს ოსებში გათხოვილია და ცხინვალში ცხოვრობს. დღესაც არაჩვეულებრივი სიძე მყავს. სატელეფონო. არაჩვეულებრივი შვილიშვილები მყავს, გადასარევი ბავშვები, განათლებულები. როგორ მამიდაშვილები? თქვენ მამიდაშვილებს იცნობთ ტელეფონი. დასავლეთ საქართველოში, ანუ კოლხეთში მიმავალი დიუმა, კითხულს დეტალურად უყვება არგონავტების ისტორიას. ის გაოცებული ამბობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მოგონებებში დარჩენილი ლეგენდა ზუსტად იმეორებს იმ ვერსიას, რასაც ევროპის წამყვან სკოლებში ასწავლიან. შემდეგ კი აგრძელებს. ევროპაში წარმოდგენაც არ აქვს კოლხეთის ხალხთა სილამაზეზე. განსაკუთრებით ლამაზი ტანადობა და სიარული აქვთ მამაკაცებს. სულ უბრალო მსახურსაც კი თავადიშვილის იერიებს. ქუთაისში შესული მწერალი ქალაქის წინაქრისტიანულ კვალს და ეას ნანგრევებს რა თქმა უნდა ვერ პოულობს. უსარგებლო იქნება წინაქრისტიანული ეპოქის ქალაქი ვეწებოდ. როგორც ჩანს, მისი ადგილი შუა საუკუნეების ქალაქმა დაიკავა. ქუთაისი საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქია. ჩვენ ახლა სწორედ მის ძველ შესანიშნავ უბანში მოვაბიჯებთ. თუმცა მინდა რომ ეს ქალაქი ახლა სრულიად სხვა კუთხით გაგაცნოთ. ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ეკოლოგიაზე, სუფთა გარემოზე და ასე შემდეგ, მაგრამ ასევე ძალიან ხშირად ისმევა კითხვები, რას ვაკეთებ ჩვენ ყოველდღიურად ამ მიმართულებით. მინდა გახაროთ, რომ ქუთაისმა ნარჩენების მართვის კუთხით პირველი ნაბიჯი უკვე გადაწყდა. მოკლედ ქუთაისში დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს ურნას, რომელიც განსხვავებულია ძველი ურნებისგან და უნებრივია გვაინტერესებს საიდან მოდის ეს ინიციატივა, როგორ განხორციელდა და ასე შემდეგ. აი ეს პროექტი ქუთაისში ხორციელდება ევროკავშირის შავი ზღვის პროგრამის ფარგლებში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ხელს გვიწყობს იმ მეთოდების და იმ მიდგომების დანერგვაში, რომელიც
ძალიან კარგად არის განვითარებული ევროკავშირის ქვეყნებში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ხდება მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი, რადგანაც ჩვენ სახელმწიფოს აქვს აღებული განსაკუთრებული ვალდებულებები გარემოს დაცვის და კონკრეტულად ნარჩენების მართვის მიმართ. აი რატომ არის ეს მნიშვნელოვანი რომ განმარტო? მნიშვნელოვანი არის პლასმასის ნარჩენი ყველაზე დიდ ზიანს აყენებს საერთოდ გარემოს ამახული არ იხსნება და რჩება პირვანდელი სახე. კი ბატონო, ალბათ საინტერესო არის გზა, რასაც ეს ნარჩენები გაივლია. აი ჩვენ პირველ ნაბიჯებს ვაქვთ ამ ეტაპზე ხდება შეგროვება და ხდება მოცულობის შემცირება, ანუ დაწნეხვა, დაპრესვა. ანუ სასარგებლოდ ქცევა შესაძლებელია. სასარგებლოდ ქცევა შეიძლება რა თქმა უნდა. საქართველოში ჯერ კიდევ არ არის განვითარებული თვითონ გადამუშავების პროცესია საუბარი, მაგრამ დროთა განმავლობაში იმედი მაქვს რომ დაინერგება ანალოგიური საწარმოები. დიუმაზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება გელათის მონასტერმა მოახდინა. წერალი იქ დარუბანდის კარის სანახავად ასულა. ტაძარში მიღებული ემოცია ზუსტად გადმოსცემს ქართველების მაშინდელ დამოკიდებულებას გარესამყაროსადმი. ტაძარი ბიზანტიური ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშია. თუმცა ეკლესიის შიგნითა ნაწილი უსუფთავო, სევდიანი და მკვდარი. მასში იგრძნობა დაცემული ქვეყანა, მაგრამ ამ უსუფთავობის ფონზე ბრწყინავენ შესანიშნავი და უძველესი ხატები, რომელიც ეკლესიაშია დაცული. თუმცა ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც კიდევ უნდა გვენახა. ჩვენ შეგვიყანეს სალაროში, რომელიც ტაძარს აკრავს. ძვირფას სამკაულთა მოყვარულთათვის აქ იყო ყველაფერი, რისგანაც შეიძლება ადამიანს გონება დაუბნელდეს. აღსანიშნავია, რომ მთელი ეს სიმდიდრე ცონძებშია გახვეული და გამოფენილია უძველეს ტაძარში, რომლის ყოველი კუთხიდან სიღარიბე გამოიყურება. ეს იყო სწორედ ის აღმოსავლური მხარე, რომელიც მე უკვე აღვნიშნე. მდიდარი, ხატრული და უსუფთავო. ქუთაისიდან ალექსანდრე დიუმამ გზა ფოთისაკენ განაგრძო. ტალახი, თოვლი, უზარმაზარი ლაფები. იმ დროს დასავლეთ საქართველოში ეტლით სასიარულო გზების საერთოდ არ იყო. ამას დიუმაც წერს. სამეგრელოსა და იმერეთში, სადაც ეტლით სასიარულო გზები არ არის, ქალები მამაკაცებივით ცხენებით დადიან ფართო წამოსასხამებით იმის მიხედვით, თუ რომელ წოდებას განეკუთვნებიან. ფრანკ სტუმარს იმაში გაუმართლა, რომ დასავლეთ საქართველოში ჯერ კიდევ თოვლი იყო და ნაწილობრივ მარხილის გამოყენება შეძლეს. დღეს საქართველოს გზები საბედნიეროდ დიუმას დროისას არ გავს. გზის არსებობა ნიშნავს მეტ ბიზნეს ქვეყანაში, მეტ სიმდიდრეს და მეტ განვითარებას. გზების თვალსაზრისით საქართველოს რეგიონში დღეს უკვე ერთ-ერთი საუკეთესოა. როგორც ხედავთ, ინფრასტრუქტურა აქ ყოველდღიურად ვითარდება და თავისი წვლილი ამ ყველაფერში ევროკავშირსაც შეაქვს. რას გულისხმობს მთლიანად ამ გზების მშენებლობა, ვინ არის ჩართული, ვინ არის ორგანიზატორი, დამფინანსებელი და ამავდროულად რა ვადებში არის ეს ყველაფერი გაწერილი. ამ ეტაპზე ვიმყოფებით აბრეშუმის, ეგრეთ წოდებული აბრეშუმის გზის მონაკვეთზე. ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსება არის 200 მილიონი ევრო, აქედან და პლუს დამატებით მაგას 20 მილიონი ევრო არის გრანტის სახით, რომელიც მთლიანად მოხმარდება ამ სამტრედია გრიგოლეთის სამშენებლო სამუშაოებს. რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი ტიპის გზები საქართველოსთვის და რას მოუტანს ის ქვეყანას? ეს გახდის საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი როგორც სატრანსპორტო მიმოსვლისთვის. ეს არის დამატებითი შემოსავალი ქვეყნისთვის, რომელიც ძალიან კარგად და ძალიან ჩქარა ისახება მოსახლეობაზე. ბევრს საინტერესებს რიკოთის უღელტეხილთან დაკავშირებით რა იგივე? რიკოთის უღელტეხილზე აქტიურად არის უკვე დაწყებული სამუშაოები, მშენებლობის დასრულება გვაქვს გათვალისწინებული 2020 წელს.
მთელი ძველი კოლხეთის ქალები მშვენიერი გარეგნობისანი არიან, მაგრამ ღმერთო დიდებულო, როგორი გაჭირვებაა, როგორი სიღატაკეა. ყველაზე ღარიბი ხალხის სვანები არიან. მათ გასაყიდი არაფერია. თუმცა მათ ისეთი კეთილშობილი იერი აქვთ, რომ თვით თავადიშვილები შენატრიან. ქუთაისში რომ ბრუნდებოდით, ჩერქეზულ ჩოხაში გამოწყობილი ერთი ახალგაზრდა გურული თავადიშვილი შეხვდა. მასთან ახლდა ორი მსახური. შევჩერდით და თვალი გავაყოლეთ. ამ ლამაზ ახალგაზრდა კაცს არ სჭირდებოდა ეთქვა ესა და ესვარო. მას შუბლზე ეწერა სიტყვა თავადიშვილი. სამეგრელოს ესაზღვრება გურია, რომლის ნახევარი რუსეთს ეკუთვნის, ნახევარი კი თურქეთს. რუსული ნაწილის მაცხოვრებლები ატარებენ ყაბალახს და სამხედრო ფარაჯას. ესენი კავკასიის ტიროლელები არიან. ფალწეტით მღერიან და მათი ხმის რაკრაკი შვეიცარიულ სიმღერას გავს. ახლა გურიაში ვარ, სოფელ ჩხაკაურაში. აქ ევროკავშირის გრანტით რამდენიმე ადგილობრივმა ოჯახმა კოოპერატიული მეურნეობა შექმნა. ახლა ადგილზე გავეცნობი მათ საქმიანობას. კალმახების მოშენების თვალსაზრისით თქვენ ხართ სუპერ პროფესიონალი. ამასთან დაკავშირებით თქვენ არ გჭირდებათ დამატებითი მითითებები, მაგრამ ბიზნესის მართვა არის მაინც სხვა სფერო, ბევრი ნიუანსია. ეგება მოგვიყვეთ, აი ევროკავშირი ამ მიმართულებით როგორ დაგეხმარათ, რას გულისხმობთ ეს დახმარება? ყველაფერი ეტაპები წყარო, პირველად იყო მაგალითად ტრეინინგები რამოდენიმე მართლა საინტერესო. მერე იყო წყალი მჭირდება დამატებით ეს გაფართოების მინდა. რო გაფართოვდა წყალი უნდა, ამიტომ წყალი მოყვანა ჭირდებოდა, მას ფინანსები ჭირდებოდა. მერე აუზების, ანუ ყველა ნაბიჯი გადაიდგა მიზნობრივად. და ბოლო ეტაპი იყო მანქანა უკვე, ასე იგი გააქვს შენ ის პროდუქცია, რომელიც შენ ევროკავშირის დახმარებით და ჩემი შრომით მივახციეთ, მაგრამ წაღება მოტანა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მანქანა არ არის ბოლო ეტაპი თქვენ ბიზნესში და კიდე იქნება მნიშვნელოვანი ამბები. წარმატებები. დიდი მადლობელი ვარ ევროკავშირის საფის დაფინანსებისთვის და გვერდში დგომისთვის, ყველაფრის ცოდნისთვის და გული დასული იყო ჩასმული ამ საქმეში. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას, რაც ნიშნავს სიღარიბის დონის შემცირებასა და დასაქმების ხელშეწყობას. სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად ევროკავშირმა 52 მილიონი ევრო გამოყო. რამაც დაახლოებით 160 კოოპერატივის შექმნას უნდა შეუწყოს ხელი ქვეყნის 45 სოფელში. ამჟამად საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნაწილი უკვე ევროკავშირში ექსპორტზე გადის. ეს სოფლის მეურნეობის გამოცოცხლების საუკეთესო გზაა. გზად ჩოხატაურის ბიბლიოთეკაში ვესტუმრები მკითხველებს და წიგნის ქოხშიც დავტოვებ წიგნებს. ამ ქოხიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია წიგნის აღება. წაკითხვის შემდეგ კი ისევ უკან აბრუნებენ. მე ახლა ხელთ მაქვს წიგნი საქართველოს ევროპული გზა, რომელსაც დავტოვებ ბუნებრივია ამ ბიბლიოთეკაში, მაგრამ მინდა გითხრათ და ეს ყველა თქვენგანმა შესანიშნავად იცის, რომ საქართველოს ევროპული გზა არ დაწყებულა გუშინ და გუშინც. საქართველოს არა მაინდა-მაინც პოპულისტური ან თქვათ რაღაც თვალსაზრისით ისეთი ურაპატრიოტული გაგებით, არამედ დადასტურებულად ყოველთვის იყო ევროპა მისი არჩევანის გამო. მისი არჩევანი პირველ რიგში გულისხმობდა კავშირს ანტიკურ სამყაროსთან და ეს კავშირი იყო ძალიან მტკიცე, განსაკუთრებით დასავლეთ ნაწილის ბუნებრივია და შემდეგი და მთავარი არჩევანი, რაც საქართველოს გააკეთა ამ თვალსაზრისით ბუნებრივია იყო ქრისტიანული კულტურის წევრად გახდო. აქ არ იგულისხმება მხოლოდ რელიგია, არამედ იგულისხმება ქრისტიანული კულტურა როგორც დასავლური ცივილიზაციის შემქმნელი იდეაში და განმაპირობებელი. დიუმამ სამეგრელოს ტალახებსა და უგზოობაში დიდი დრო დაკარგა. ის უკვე დარწმუნებული იყო, რომ ფოთში გემს ვეღარ მიუსწრებდა. სამეგრელო იყო პატარა სამთავრო დაახლოებით 120,000 მცხოვრებით. სამეგრელოსა და აფხაზეთს შორის არის პატარა თავისუფალი მხარე სამურზაყანო, სადაც დღემდე ყველაზე ძლიერად არის შენარჩუნებული სისხლის აღების ჩვეულება. თუ კაცი მოკლეს ომში ან და იარაღით ხელში, მაშინ მასთან მიდის დეპუტაცია და ულოცავს სახელოვან სიკვდილს. შემდეგ ულოცავენ ჭირის უფალს.
სამეგრელოში ტირილი და გოდება დიდხანს გრძელდება. ხშირად ჭირისუფალი ძაძებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ატარებს. ევროკავშირის საქართველოს თანამშრომლობის ენერგეტიკული სტრატეგია ხაზს უსვამს ენერგიის ადგილობრივი რესურსების მაქსიმალურ გამოყენებას, ენერგიის მიწოდების დივერსიფიკაციას, ექსპორტის პოტენციალის გაზრდას და ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერებას. სხვა პროექტებთან ერთად ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში უნიკალური პროექტი განხორციელდა. აშენდა შავი ზღვის მაღალგამტარიანობის ელექტროგადამცემი ხაზი. მისი ბიუჯეტი 280 მილიონი ევროს შეადგენს. 315 კილომეტრიანი ხაზი ენერგიის თურქეთში ექსპორტის საშუალებას იძლევა. საქართველოს ჰიდრორესურსების სიმრავლე უკვე იზიდავს კერძო ინვესტორებს. მთავარი დამფინანსებლებიც ევროპული სტრუქტურები არიან. დიუმა ფოთში მდინარე რიონით ჩავიდა. ნავით მგზავრობას 2 დღე დასჭირდა. დღესაც ისეთივე ხშირია, როგორც იაზონის დროს იყო. ჩვენ გავიარეთ არხი და ფაზისის შესართავს რომ მივახლოვდით, ლერწმით დაფარული ჭაობი დავინახეთ, სადაც არგონავტებმა თავის ხომალდი დამალეს. მე გავწიე ქალაქისკენ, რომელიც შედგებოდა 10 თუ 12 სახლისაგან. მე არ ვიცი როგორი იყო იასონის დროს მარსისველი, მაგრამ ახლა ეს იყო მღელვარე ტალახის ჭაობი, რომელშიც უთუოდ ყელამდე ჩაიზერებოდით, 9 საათი რომ ადგილზე მდგარიყავით. გემმა რა თქმა უნდა გაასროთ და 1 თებერვლამდე თითქმის 1 კვირა ფრანგი მწერალი ფოთში გაჩერდა. მოანემ ფაზისის ნაპირების ასეთი ჩანახატი გააკეთა. ეს კი დიუმას დროინდელი ფოთის სანაპიროა. ფრანგი მწერალი 1 კვირის განმავლობაში თავს რიონის ჭალებში ნადირობით იქცევდა. პალიასტონი და იმას შორის არის კუნძული, მდინარე შორის. კაბარჩინას და პალიასტონის შორის და აი ადგილზე არის უბრალოდ ნაყოფში წყალსები ექნება და რაღაცა წყალსე და ქალაქი ახლა დიდი დაშენებული არის და ასე აქედან ათაყვაქვია ხო ახსოვთ ესე ფოტოებს ეს ამბავი ჩვენს პლიადის ხალხს არა კიდე ძირძონ ხალხს თუ ახსოვს არა მე ვამბობ თუ იმას გადმოცემას გულის მაგაზე ხლა მე მგონი აი სამეგრელოს წესჩვეულებაც აქვს რაღაცა აღწერილი და დაწერილი საკუთარ წიგნში ფოთის შესახებ ალექსანდრე დიუმა ერთ საინტერესო და ცოტა სახალისო ამბავს გვაცნობს. თავის დროზე 1859 წელს, როდესაც რუსეთის მეფემ ფოთი ქალაქად გამოაცხადა, თურმე ის მედოლე, რომელსაც ეს ამბავი ხალხისთვის უნდა ემცნოს, აწყალი ქუჩებში ტალახის დიდი რაოდენობის გამო აქეთიკით პატარა გორაკებს ახტებოდა და მეტიც, როდესაც დადგა საერთოდ ამ ამბის გამოსაცხადებლად, თურმე ხალხი აქედან ჯოხებს იქიდან ხელს აშველებდა რომ საერთოდ არ დამხრჩვალეო. ფოთი დღეს ნამდვილი ქალაქია. საქართველოს მთავარი ჭიშკარი. ტალახსაც დააღწია თავი. თუმცა ბევრი ქალაქისთვის პრობლემად რჩება წყალმომარაგება და საკანალიზაციო სისტემის გამართული მუშაობა. ამისათვის ევროკავშირის დახმარებით 166 მილიონი ევროს ინვესტიციის მოზიდვა ხდება. დიდი ნაწილი შავი ზღვის რეგიონის ქალაქებისათვის დაიხარჯა. ფოთის ქალაქად გამოცხადების აღსანიშნავად, დიუმამ ქართველ თავადსა და თურქ ვაჭარს, რომლებთან ერთადაც გემის მოსვლას ელოდა, სადილი თავის ხელით მოუმზადა. აი დიუმას რეცეპტიც. წვნიანი, ჟულიენი, წვნიანის ბაზაზე დამზადებული კერძი. ღორის ხორცი ახალი კომბოსტოთი. შესავალი კერძი. წვადი გაუმჯობესებული. ღორის თირკმელის სოტე ღვინით. ვარია პროვანსულად, შემწვარი ხორცის კერძი, 2 იხვი და 12 შაშვი, სუბუქი კერძი, წვანე ბარდა ინგლისურად, კვერცხი თირკმელის წვენში, სალათი, წვანე ლობიოსი, ჩაროზი, ხმელი ნიგოზი, ჩაი, ყავა, არაღი, ღვინო, პირველი მორთმევა მეგრული, მეორე მორთმევა კახური. ფოთში ყოფნისას დიუმამ ერთი გორელი ყმაწვილი ბასილა გაიცნო, რომელიც ისეთი ყოჩაღი აღმოჩნდა, რომ მწერალმა მას საფრანგეთში წაყოლაც კი შესთავაზა, თუმცა დახეთს ბედის სიმუხლე. ერთი რომ
ბასილას პასპორტი არ აღმოაჩნდა და მეორეც ამის შესახებ ქალაქის მმართველობას მისმა მეგობარმა შეატყობია. დიუმამ დამშვიდობებისას ყმაწვილს უთხრა: "შენ ისეთი ყოჩაღი ჩანხარ, საფრანგეთშიც კი მიპოვნია." ერთ მშვენიერ დილას 6 საათზე ჩემს ოთახში მზარეული ქალი შემოვარდა და შეშინებულმა მითხრა: "ბატონო, ქვემოთ ერთი კაცია, ვერც ერთ ენაზე ვერ ლაპარაკობს, მარტო მისიე დიუმაო გაიძახის და მაინც შემოსვლა უნდა." მე მივხვდი, რომ ეს შეიძლება ბასილა ყოფილიყო და სწრაფად ჩავირბინე კიბე. არ შემწდარვა. ჩვენი ყოჩაღი ბასილა ქუთაისიდან პარიზში ჩამოსულიყო. 27 დღეს კონსტანტინოპოლში ეავად მყოფა. გზაში 61 ფრანკი და 50 სენტიმი დაეხარჯა. და ყველაფერი ისე გადახტომოდა თავს, რომ ფრანგული ერთი სიტყვაც არ იცოდა. ახლა ძვირფასო მკითხველო, თქვენ თვითონ დარწმუნდებით, თუ რა ფხიანი ბიჭი იყო ჩვენი ბასილა. როცა ბასილას ამბავს ვკითხულობდი, მივხვდი, რომ ამ ბიჭის ისტორია ერთგვარად საქართველოს თავგადასავალიცაა. საქართველოსი, რომელიც ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად დაჟინებით მიისწრაფვის ევროპული ოჯახისკენ და ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ ეს ჩვენი საბოლოო არჩევანია და რომ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს.